გადაცემის პირველი სტუმარი იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილია. მოგესალმებით ბატონ ბექა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მილაძე საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ვახსენეთ, შესავალში სწორედ ასე ჰქვია საქმეს, რომლის თაობაზე სტრასბურგის გადაწყვეტილება გახდა დღეს ცნობილი. რა პრეცედენტს ქმნის ეს გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა დაადასტურა ამით სტრასბურგმა, როგორც საჯარო სივრცის განსაზღვრის, ისე გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის ზღვარის გავლების და ასევე ქართული მართლმსაჯულების მიდგომის კუთხით. ნათია, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებლებს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით და თქვენ უკვე კითხვაში რამდენიმე მათგანზე გაამახვილეთ ყურადღება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძირითადი, რასაც სასამართლო იხილავდა და ცენტრალური საკითხი, რაც გადაწყვიტა, ეს არის, როგორ უნდა დადგეს ბალანსი ორ სხვადასხვა უფლებას შორის, ერთ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებას შორის და ადამიანის სხვა უფლებებს შორის, როდესაც გამოხატვა არის ისეთი ფორმით, როდესაც ის სხვის მიმართ ან აგრესიას, ან შეურაცხყოფას, ან დამცირებას შეიცავს, ასეთ დროს რამდენად გამოხატვის ესეთი ფორმა, რამდენად არის ევროპული კონვენციით დაცული, აი ეს იყო პირველი ძირითადი საკითხი, რომელზეც შეფასება გააკეთა ევროპულმა სასამართლომ და ამ შემთხვევაში მან სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, რომელიც თავის მხრივ ეფუძნებოდა ჩვენ შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებებს და თვითონ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, კერძოდ იუსტიციის სამინისტრო ამ საქმეში მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ როდესაც ადგილი აქვს კონკრეტული ადამიანების მიმართ და მათ შორის, როდესაც ესენი არიან საჯარო მოსამსახურეები, თუნდაც პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები, არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლება იყოს აბსოლუტური, ისე რომ ვისაც მოუნდება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენოს, ასე ვთქვათ, მუქარა გამოხატოს, იძულული სენით ისაუბროს, დაამციროს. ყოველგვარი ამგვარი გამოხატვის ფორმა არის ევროპული კონვენციით დაუშვებელი, ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დაუშვებელი და ძირითადი რაც გადაწყვიტა დღეს ევროპულმა სასამართლომ იყო ეს. მეორე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ევროპული სასამართლო თვითონ ჩვენი შიდა სასამართლოების შეფასებასაც შეეხო, აღნიშნა, რომ შიდა სასამართლოებმა ასე ვთქვათ, ძალიან დიდი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი ამ ორ უფლებას შორის, გამოხატვის თავისუფლებას და ადამიანის სხვა უფლებებს შორის, კონკრეტული კონტექსტის, ვითარების გათვალისწინებით, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა შეურაცხყოფის ობიექტი იყვნენ საჯარო მოსამსახურეები და თანამდებობის პირები, რადგან ხშირად მედიაში არასწორი, ასე ვთქვათ, ნარატივი ვრცელდება ხოლმე, თითქოს საჯარო მოსამსახურეს თუ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს თმენის ისეთი ვალდებულება, რომ მის მიმართ გამოხატული ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინოს. ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ლეგიტიმური უფლება არის, რომ საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან, შეურაცხყოფისგან, რადგან საჯარო მოსამსახურესთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მშვიდ გარემოში საკუთარი საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობა. და მესამე ასევე განმარტება გააკეთა, მათ შორის, რომ საჯარო სივრცე, ასე ვთქვათ, სადაც აკრძალულია ამგვარი ფორმის გამოხატვა, არის არამხოლოდ ფიზიკური საჯარო სივრცე, არამედ მათ შორის ეს როდესაც ინტერნეტ სივრცეს შეეხება, კიბერ სივრცეს თუ სოციალურ ქსელებს, ამ სივრცეშიც გამოხატული ამგვარი შეფასება უტოლდება ფიზიკურად საჯარო სივრცეში გამოხატულ აკრძალულ შეფასების კატეგორიას. კი ბატონო, აი ამ საკითხებს ნელ-ნელა კიდევ შევეხებით, ჩვენ და უფრო ჩავშლით, მანამდე მინდა კითხოთ, რომ გავიხსენოთ, რომ ამ საქმის გაგზავნისას მომჩივანი და მისი ინტერესების დამცველები ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა საქართველოდან წასული პრეცედენტული საქმე, რომელიც სოციქსელში კრიტიკის გამო პირის სამართალდამღვრად ცნობას ეხებოდა. საინტერესო კიდევ რა იყო არგუმენტები მოყვანილი სარჩელში და ნუ რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს არგუმენტებს, თქვენ ამაზე ნაწილობრივ კიდევ უკვე ისაუბრეთ აი ამ დავის ნაწილზე. მე შემიძლია ამ ნაწილში დავეთანხმო იმ ნაწილში, რომ ეს ნამდვილად პრეცედენტული საქმეა, რადგან უშუალოდ საქართველოსთან მიმართებით მოხდა ამ განმარტების გაკეთება, თუმცა ეს სტანდარტი ახლა ვრცელდება აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოსთან მიმართებით. მომჩივნის ერთ-ერთი ძირითადი პოზიცია იყო ის, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა გაგებული იყოს ისე ფართოდ, რომ მათ შორის შეურაცხყოფელი თუნდაც დამამცირებელი გამოხატვაც, როდესაც მეორე მხარეს დგას საჯარო მოსამსახურე თუ პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი, მათ ეს ყველაფერი უნდა ითმინონ
და როდესაც ამ ფორმით გამოხატვა ხდება, ეს ევროპული კონვენციით არის დაცული. ასევე მომჩვენები აქცენტს აკეთებდნენ, მომჩვანი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ის რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ითვლება წვრილმან ხულიგნობად, ეს არ უნდა გავრცელებულიყო ინტერნეტ სივრცეზე, ვირტუალურ სივრცეზე, კიბერ სივრცეზე და ეს მხოლოდ ფიზიკურად საჯარო სივრცეში გამოხატვის დროს უნდა განხორციელებულიყო, რადგან ძალიან მკაფიოდ უკვე დღეს ევროპულმა სასამართლომ გააკეთა განმარტება და ეს ნამდვილად იქნება პრეცედენტული ამ საქმის შემდეგ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოში იქნება ეს სტანდარტი დადგენილი, რომ როდესაც ადამიანი სხვა შეურაცხყოფას აყენებს, ცდილობს მის დამცირებას, გამოხატავს აგრესიას, ამ ფორმით გამოხატული, ასე ვთქვათ, გამოხატვის ეს ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას და შესაბამისად თუ ჩვენი კანონმდებლობით ეს ითვლება წვრილმან ხულიგნობად და არის დასჭადი სამართალდარღვევათა კოდექსით, ვირტუალურ სივრცეშიც ანალოგიური ქმედება იქნება დასჭადი და როდესაც იუსტიციის სამინისტრო ამ საქმეს აწარმოებდა, ჩვენ რა თქმა უნდა დავეყრდენით მათ შორის ჩვენი შიდა სასამართლოების მიერ უკვე საკმაოდ კარგად დადგენილ პრაქტიკას, ეროვნულმა სასამართლოებმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაასაბუთეთ, ახსნეს რატომ უნდა იყოს იგივე შეზღუდვები დაწესებული და ამ ნაწილში ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა, რომ ვირტუალურ სივრცეშიც, ინტერნეტ სივრცეში გამოხატვის ეს ფორმაც არათუ ნაკლებ შეიძლება უფრო მეტ საფრთხეებსაც შეიცავდეს და ამიტომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ მაქსიმალურად მკაცრად შეზღუდოს და დაარეგულიროს გამოხატვის ასეთი ფორმები. ბატონ ბექა, მე მინდა საიას დღევანდელ გამოხმაურებაზეც კითხოთ, ორგანიზაციამ დაწერა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია 2023 წლის კონტექსტში, მაშინ როდესაც საქმე გაიგზავნა სასამართლოში და ამიტომ ჩაითვალა საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, რამდენიმე ასეულარიანი ჯარიმა, პროპორციულად ახლა კი სანქციების ზომა გამკაცრებულია და სხვა მოცემულობაა ეს იყო ნახსენები მათ განცხადებაში. აი ამ არგუმენტს თქვენ როგორ ახსნედით და შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მართლაც სასამართლოში სხვა გადაწყვეტილების საფუძველი გამხდარიყო ის თუ რას ითვალისწინებდა ამ ქმედებისთვის სასჯელი, რა ფორმის და ოდენობის იყო სასჯელი. სიმართლე გითხრათ, თვითონ ის გამოხატვის ფორმა, ის არგუმენტი, რომელიც ახლა თქვენ გააჟღერეთ, თავის თავში უკვე აი ლოგიკურად სამართლის არ მცოდნე ადამიანის მიხვდება, რომ ლოგიკას მოკლებულია და რატომ. ანუ არა აქვს მნიშვნელობა, როდის გაიგზავნა საჩივარი, მთავარი არის, რომ ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა წელს. დღეს გამოქვეყნდა ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად პირველი რა მნიშვნელობა აქვს 2023 წელს შევიდა თუ არა საჩივარი, როდესაც იმსჯელა შეაფასა და გადაწყვეტილება მიიღო. დღევანდელ დღეს ამბობს ევროპული სასამართლო, რომ გამოხატვის ასეთი ფორმა არის მიუღებელი. მეორე ზოგადად აქვთ ხოლმე მცდელობები და იმიტომაც იყო საქართველოს წინააღმდეგ შესული ბევრი საჩივარი, რომ წარუმატებელი გამოდგა, თითქოს ცდილობენ საჩივარი მოარგონ რაღაც კონკრეტულ ეპიზოდს, კონკრეტულ ვითარებას და უკვე ევროპულმა სასამართლომ არაერთი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ეს არ არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც შეიძლება აყვეს რაღაც კონკრეტულ ვითარებაში არსებულ პოლიტიკურ განწყობებს ან ვიღაცის სურვილებს. ეს არის სამართალზე დაყრდნობილი პრეცედენტების შემქმნელი სასამართლო, შესაბამისად ევროპული სასამართლო 2023 წელსაც, 2013 წელსაც, ან 2033 წელსაც იტყოდა იგივეს, რომ როდესაც გამოხატვა არის შეურაცხყოფელი სხვის დამცირებას ისახავს მიზნად და არის მიმართული აგრესიული ფორმით, ეს არის დაუშვებელი. ეს წერია ევროპულ კონვენციაში, შესაბამისად ახლა წლებით თამაშის მცდელობა შეიძლება იყოს უბრალოდ თავის გამართლების მცდელობა, რაღაცით ხო უნდა საკუთარ აუდიტორიას რაღაც არგუმენტი ხო უნდა მიაწოდონ, თუმცა როგორც აღნიშნე, ანუ ეს არგუმენტი აი წლებიც კი ლოგიკას მოკლებულია, რადგან 23-ში თუ შევიდა, თუ მიიღეს ის გადაწყვეტილება 23-ში თქვათ ეროვნულმა სასამართლოებმა, ევროპულმა სასამართლომ მთავარი შემფასებელი ვინც იყო დღევანდელ დღეს გამოაცხადა ეს. შესაბამისად კონტექსტი რომ შეცვლილი იყოს, როგორც ცდილობენ რომ წარმოაჩინონ. რა თქმა უნდა ევროპული სასამართლო ამ კონტექსტს გაითვალისწინებდა, თუ ის ჩათვლიდა რელევანტურად და პირიქით ეს არგუმენტი მათ წინააღმდეგ მოქმედებს, რადგან დღევანდელ კონტექსტში დღეს გამოტანილი გადაწყვეტილებით თუ თქვა ის რაც თქვა ევროპულმა სასამართლომ, ეს ნიშნავს იმას, რომ რელევანტური რაიმე კონტექსტუალური ცვლილება ევროპული სასამართლოსთვის საქართველოში არ მომხდარა. დღევანდელი დღის ჩათვლით. კეთილი. მოდით იმასაც ვისაუბროთ, რომ ეს გადაწყვეტილება დროში დაემთხვა ინიციატივას ხელისუფლებისას შეიქმნა საჯარო სივრცეში აგრესიული კომუნიკაციის სისტემატური მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების სამართლო, რაც ნახეთ, რომ პოლიტიკურ სივრცეში რასაც დაარქვეს ერთგვარად ცენზურის ინსტიტუციური რისკი. დღეს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა იმაზე, რომ სიძულვილის ენაზე პრაქტიკა სასამართლომ უნდა დაამკვიდროს. გარკვეულწილად აი გარკვეულ პრაქტიკაზე ისაუბრეთ
თქვენ და აი რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, აი რა პრაქტიკის საფუძველს ქმნის ეს ქართული მართლმსაჯულებისთვის იმ ზღვარის შესახებ, რომელიც უნდა გადიოდეს აი მწვავე პოლიტიკურ კრიტიკას და მძიმე შეურაცხყოფას შორის. საინტერესო იქნება ამასაც საუბარი. კი, ნამდვილად საინტერესო დამთხოვა იყო, რომ როდესაც ამ კვირაში საქართველოში ეს დისკუსია აქტიურად გაიხსნა, სწორედ დღეს მოხდა ამ გადაწყვეტილების გამოცხადება ევროპული სასამართლოს მხრიდან, რადგან ასეთი დისკუსიები საკმაოდ, ასე ვთქვათ, ფართო გასახანს პოვებს ხოლმე და შემდეგ ევროპული სასამართლოს შეფასება ყოველთვის კალაპოტში აბრუნებს არასწორი მიმართულებით, როდესაც მიდის დისკუსია. ამ გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, არის ის, რომ დღევანდელ ვითარებაში ინტერნეტ სივრცე გამოხატვის კუთხით არის საკმაოდ სახიფათო იმ კუთხით, რომ შესაძლოა იმის გათვალისწინებით, რომ ხდება ინფორმაციის ძალიან სწრაფად გავრცელება და ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მასზე წვდომა, უფრო მეტად მოწყვლადები შეიძლება იყვნენ ადამიანები, თუ მათ სახელმწიფო არ დაიცავს გამოხატვის არასწორი ფორმებისგან. პირდაპირ არის ეს შეფასება გაკეთებული, რომ აი ვირტუალურ კიბერსივრცეში და ინტერნეტ სივრცეში გამოხატვის ფორმები შესაძლოა უფრო მომეტებული საფრთხის მქონე იყოს ადამიანების უფლების დაცვის კუთხით და სახელმწიფოებს აქვთ, ასე ვთქვათ, უფლება, ლეგიტიმური უფლება, რომ მათ, ასე ვთქვათ, მკაცრი რეგულაციები დააწესონ, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლიან. და სწორედ აი ის რაც საქართველოში რა ინიციატივად გაჟღერდა მიმდინარე კვირაში ამ პერიოდს ემთხვევა სწორედ ინტერნეტ სივრცეში გამოხატვის აი ამ ფორმების უფრო მეტად რეგულირების მიმართულებით იყო გადადგმული და სრულ თანხმედრაში ან ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ევროპული სასამართლოსი ფაქტობრივად გაამართლა ის გადაწყვეტილება, რაც მიღებული იყო ეროვნულ დონეზე საქართველოში, იმ კუთხით, რომ ნამდვილად ჭირდება მკაცრი რეგულირება და ძალიან დიდი ყურადღებით რეგულირება იმ საკითხს, რომ არ მოხდეს ადამიანის უფლების დარღვევა. ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მათ შორის გადაწყვეტილების მიღება პირებმაც, ჩვენმა პოლიტიკოსებმაც, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება გააჟღერეს პრემიერი იყო თუ ვიცე-პრემიერი, მათ ყურადღება გაამახვილეს, შემდეგ შიდა სასამართლომაც ამაზე გაამახვილა ყურადღება და დღეს ევროპულმა სასამართლომაც, რომ აქ საუბარი არ არის რაიმე კრიტიკული აზრის, ასე ვთქვათ, შეზღუდვაზე. ან პირიქით არის გავლებული ზღვარი, რა არის კრიტიკა და რა არის თავდასხმა, შეურაცხყოფა, დამცირება, ბულინგი. აი სწორედ აი ამ ორი ფორმის გამიჯვნაზეა საუბარი და ეს ახალი ინიციატივაც მიზნად ისახავს იმას, რომ რა თქმა უნდა, გამოხატვის კრიტიკული ფორმა იქნება დაცული, მაგრამ როდესაც ეს კრიტიკული ფორმა უკვე იღებს ისეთ ხასიათს, რომ მიზნად ისახავს კონკრეტული ინდივიდების დამცირებას, შეურაცხყოფას, დაშინებას, მასზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება და პირდაპირ წერია დღევანდელ გადაწყვეტილებაში, რომ ის კანონი რომელიც მოქმედებდა მაშინაც და რომელიც დღეს მოქმედებს, აი რომელზე დაყრდნობითაც მათ შორის უნდა იმოქმედოს ამ ახალმა დეპარტამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეს კანონი შეაფასა დღეს ევროპულმა სასამართლომ და თქვა, რომ რეგულირება არის შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან. შესაბამისად რაღაც კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ვისაც სურს რომ სპეკულაციები დაასრულოს, საკმარისი არგუმენტია და საფუძველი დღევანდელი გადაწყვეტილება, თუმცა ვისაც არ სურს რომ სპეკულაციები დაასრულოს, რა თქმა უნდა, ისინი ან 2023 წელს ჩაეჭიდებიან, ან რაღაც სხვა არგუმენტს მოიფიქრებენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება რაღაცნაირად უგულებელ ყავს. სხვათა შორის აქ საინტერესოა ისიც, რომ სოციალური ქსელი, როგორც ასეთი, მაინც შედარებით ახალი ფენომენია, ხო, საზოგადოებაში და მართლმსაჯულებასაც შეიძლება ითქვას, ერთგვარად უწევს აი ამ მოცემულობასთან და სიახლესთან მორგება. აი როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, რას ამბობს ასეთი საკითხების, მსგავსი თემების განხილვის და განაჩენების სტატისტიკა? დიახ, სოციალური ქსელი ერთი მხრივ არის კარგი საშუალება, რომ ადამიანის გამოხატვაში მიეხმაროს, გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაში, თუმცა მეორე მხრივ რამდენადაც სწრაფად ვრცელდება ეს გამოხატვის ამ ფორმით, ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ ფართო აუდიტორიას მისწვდეს დროის მცირე მონაკვეთში, შესაბამისად თუ გამოხატვა არის არასწორი ფორმით, რისკები იმის, რომ სხვა ადამიანის უფლებები დაირღვეს, არის უფრო მომეტებული და დღევანდელ გადაწყვეტილებაში მათ შორის ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ, ამას რა თქმა უნდა წინ უძღოდა სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები, პრეცედენტები, რომელსაც მათ შორის იუსტიციის სამინისტრო ეყრდნობოდა, როდესაც ჩვენ ამ დავას ვაწარმოებდით და დღეს უკვე საქართველოსთან მიმართებით არის ძალიან მკაფიოდ განმარტებული, რომ სოციალურ ქსელში, სოციალურ პლატფორმებზე, ინტერნეტში, კიბერსივრცეში თუ გამოხატვის ფორმა არის ისეთი, რომელიც უნდა ექვემდებარებოდეს კანონით რეგულირებას, სახელმწიფოს აქვს ამისი სრული უფლება, პირიქით საფრთხეები, როგორც აღნიშნა, არის მომეტებული და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც დასაწყისშიც აღნიშნე, ევროპული სასამართლო დაეთანხმა
ჩვენი შიდა სასამართლოების შეფასებას, რომ ინტერნეტ სივრცეში, ვირტუალურ სივრცეში და კიბერ სივრცეში, როდესაც ხდება გამოხატვის ესეთი ფორმა, ეს უტოლდება ფიზიკურად გამოხატვის ფორმას, შესაბამისად, ის შეიძლება ჩაითვალოს წვრილმანი ხულიგნობა იქნება თუ სხვა ადმინისტრაციული გადაცდომა, რომელზეც, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი გახდა დღის ქრონიკის სტუმარი.